მაშინ მე-19 საუკუნეში იქმნება ხელოვნების ფსიქიატრიული თეორია, რომლის ავტორი გახლავთ ჩეზარე ლომბროზო, ფსიქიატრი და კრიმინალისტი. მან მხატვრული შემოქმედება სულიერ აშლილობასთან დააკავშირა. შემოქმედების სულიერ დაავადებასთან დაკავშირების იდეა თავისთავად ძველია და საუკუნეებს ითვლის. ისტერია, რომლის დახასიათება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში გვხვდება, ტრადიციულად ან პოეტებისა და მისნების წმინდა სცენად განიხილებოდა, ანდაც ჯადოქრების დემონურ ძალად. სოკრატე, დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე პოეტებისა და ორაკულების ღვთაებრივ სიშვაგეზე მიანიშნებდნენ. პლატონის მიხედვით, ბოდვა არაცნობიერი მეტყველება, სულაც არაა ავადმყოფობა, არამედ პირიქით ღმერთების მიერ ბოძებული მადლია. ასე მეტყველებენ ორაკულები, მისნები და მუზებით შთაგონებული პოეტები. საზოგადო ძველი სამყარო შიშითა და რიდით ეპყრობოდა ქვეცნობიერის ნებისმიერი სახით თუ ფორმით გააქტიურებას, მიიჩნევდა რა მას ზეციურ ძალთა საჩუქრად. საგულისხმო რომ სიტყვით მანია აღინიშნებოდა როგორც სულის სნეულება, ასევე ნათელხილვის უნარიც. შემოქმედებისა და სულიერი აშლილობის კავშირის იდეა შემდგომშიც აქტუალური რჩება. ასე მაგალითად ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვებით პოეზია ავადმყოფობაა. სახელგანთქმული იტალიელი ფსიქიატრისა და კრიმინალისტის ჩეზარე ლომბროზოს მონოგრაფიის გენიალობა და შეშლილობა ძირითადი იდეა გენიალობისა და შემოქმედების პათოლოგიასთან, ორგანულსა თუ ფსიქიკურ პათოლოგიასთან კავშირს გულისხმობს. მონოგრაფიის ავტორი არ იფარგლება შემოქმედებაში არაცნობიერი ძალების, ქვეცნობიერი მოვლენების როლისა და მნიშვნელობის აქცენტირებით და ცდილობს დაამტკიცოს შემოქმედის უნიკალობა მისი ანომალიური ან პათოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე. ლომბროზოს მიხედვით შემოქმედის ანომალიურობას ან სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი ფსიქოფიზიკის არასტანდარტობას, შემდეგი პიროვნული მახასიათებლები განაპირობებს, როგორიცაა ჰიპერსენსიტიურობა, ანუ ზემგრძნობელობა, სექსუალური ლტოლვის ინტენსიურობა, ავადმყოფური პატივმოყვარეობა, მელანქოლიისადმი მიდრეკილება, ყურადღების ცალმხრივობა, პრაქტიციზმის ატროფია, ალოგიზმი და ძლიერი ინტუიცია. ავტორი აღნიშნავს, რომ მხატვრული თვითგამოხატვის უმძლავრეს სტიმულს ავადმყოფური ჰალუცინაციები და მათთან დაკავშირებული აქტიური ფანტაზია შეადგენს. სულიერი ანომალია ხელს უწყობს არტისტული უნარების გამოვლენასა და განვითარებას. ამავე დროს ხელოვნებას სულიერ დაავადებათა პროვოცირებაც შეუძლია. ლომბროზო მოსაზრებებს მდიდარი ემპირიული მასალით ასაბუთებს, მას მოყავს მაგალითები, როგორც გენიოსთა უცნაურობების შესახებ, ასევე წარმოადგენს საკუთარ კლინიკურ მასალას, ანუ პაციენტებზე დაკვირვების შედეგებსაც. უცნაურ გენიოსთა შორის, რომელთა ცხოვრების წესი და ქცევა ნორმათა ფარგლებს მიღმა დარჩა, ლომბროზომ დაასახელა დეკარტე, ლაფონტენი, ნიუტონი, კორნელი, ვოლტერი, მოცარტი, ჰოფმანი, ბაირონი, სრული ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანდა და ამიტომაც აქ შევჩერდეთ. წიგნში გენიალობა და შეშლილობა ასევე ვრცელი ჩამონათვალია გენიოსებისა, რომლებიც აშკარად გამოხატული სულიერი აშლილობით ხასიათებოდნენ. ასეთებს შორის ლომბროზო ასახელებს ამპერს, შუმანს, სვიფტს, დონიცეტის, ნიუტონს, რუსოს, შოპენჰაუერს, გოგოლს, გოეთეს, მენდელსონს, ბეთჰოვენს, ვან გოგს, გუნოს, ჰენდელს, გლუქს, პოს, მიუსეს, მოლიერს და ასე შემდეგ. აქაც ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანდა. ავტორის შეხედულებების არგუმენტირების მიზნით მონოგრაფიაში უხვადაა მოყვანილი გენიოსთა გამონათქვამები, რომელთაგან ან მხოლოდ რამდენიმეს წარმოვადგენ. მაგალითად, რატომაა რომ როგორც ცხადში, ასევე სიზმარში ჩემი აზრი უნებურად შეშლილობის სევდის მომგვარ გამოვლინებებს უტრიალებს. ქაოტური იდეები ტვინიდან ისევე გადმომენთხება, როგორც სისხლი ღია ჭრილობიდან. ეს სიტყვები გერმანელ რომანტიკოს, მწერალს, მხატვარსა და კომპოზიტორს, დიდ მეზღაბრეს, ერნსტ თეოდორ ამადეი ჰოფმანს ეკუთვნის. უცნაურობა, ანუ ნორმიდან გასვლა, მშვენიერების არსებითი ნაწილია, თვლიდა ედგარ ალან პო. ხოლო ჯორჯ გორდონ ბაირონის მიხედვით პოეზია ბნების გამოხატულებაა, რომელიც მით უფრო ძლიერად ვლინდება, რაც უფრო მძლავრია მისი გამომწვევი ახსნება. ეს უკანასკნელი მოსაზრება და ასევე სხვა მრავალი აძლევს საფუძველს ლომბროზოს, რათა სულიერი აშლილობა ფანტაზიის სიმდიდრესთან დააკავშიროს.
ფანტაზიის სიჭარბე, მისი ჰიპერაქტივობა, როგორც შემოქმედების, ასევე სულიერი დისბალანსის მაპროვოცირებელი ხდება. წერს ლომბროზო. ლომბროზოს მიხედვით მხატვრული თვითგამოხატვა განვითარების ადრეულ სტადიებამდე უკუსვლაა და რეგრესი, ლოგიკური აზროვნების ჩანაცვლება, ხატოვანი აზროვნების ევოლუციურად ადრეული ფორმებითა და საკაცობრიო ბავშვობაში დაბრუნება. შესაბამისად, ასკვნის ფსიქიატრი და კრიმინალისტი მინდა ხაზი გავუსვა ფანტაზიის განვითარებაზე დადებითად სწორედ გონებრივი პროცესების რღვევა და სულიერი ანომალიები ზემოქმედებს. უფრო მეტიც, გენიალობა ნევროზის ფორმაა. ლომბროზომ გამოადიფერენცირა ადამიანთა უნიკალური, ეგრეთ წოდებული ფსიქოპათიური, მატოიდური კატეგორია თუ ტიპი. ამ უკანასკნელს თანდაყოლილი ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებების გამო სულიერი აშტილობისადმი მიდრეკილება და ამასთან ერთად მხატვრული შემოქმედებისა და ასოციალური ქცევისადმი, მოდით პირდაპირ ვთქვათ, დანაშაულისადმი ტენდენციაც აღენიშნება. ასე დაკავშირდა ერთმანეთთან შემოქმედება, ფსიქიური სნეულება და დანაშაული. ეს გახლავთ ფსიქიატრიული თეორია. ლომბროზოს ფსიქიატრიული თეორია, რომელმაც დიდი ზემოქმედება მოახდინა გარკვეულ ფსიქოლოგიურ თეორიებზე. მაგრამ მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი მეორე თეორიის დასასრულს, რომ ხელოვნების თანამედროვე ფსიქოლოგიაში აღინიშნება თეორიათა სიმრავლე და არიან ავტორები, არის თეორიები, რომლებისთვისაც სრულიად მიუღებელია ლომბროზოს შეხედულებები, ისევე როგორც ფრიდრიხ ნიშეს შეხედულებები ხელოვნებასთან დაკავშირებით და ისინი თავაზობენ რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას ხელოვნებისადმი. ჩვენი მეორე ლექცია ამით დასრულდა. გმადლობთ ყურადღებისთვის.